ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიხარია რომ დაგიბრუნდით. ეს ნოემბერი ძალიან ისეთი იყო, მოვლენებით სავსე. ჯერ მარტო დაბადების დღეები რო ავიღოთ. დაბადების დღეები, რა ვიცი, ექიმები კახეთშიც ვიყავი წასული, კახეთის ვლოგიც სავარაუდოდ წინ არის და მოკლედ იყო რაღაცა ესეთი აქტიური თვე. მინდა რომ მოკლედ მოგიყვეთ ჩემი დიშვილის სოფიას დაბადების დღეზე რომ ვიყავით მაგის შესახებ. პატარა ვიდეოები მაქვს ჩაწერილი, ნუ ბევრს იქ ვერაფერს ჩავწერდი, იმიტომ რომ რესტორანში ვიყავით და მოგხსენებათ როგორი ხმაური არის ხოლმე და იქ დიდად ბევრს ვერაფერს ილაპარაკებ, მაგრამ ესე კადრები მაქვს და შემიძლია ხმა დავადო, რაღაცები მოგიყვეთ. მოკლედ, ჩემი გოგო, სოფია, გახდა 18 წლის და დაგპატიჟა რესტორან მარანში. ამ რესტორანში პირველად არ ვართ, ხშირად ყოფილ ვარ და ამჯერადაც ძალიან ისეთი მხიარული და კარგი დრო გავატარეთ. ყველამ ერთად 18 წლის გახდა, სრულწლოვანი, ძალიან ტკბილი და კარგი ასაკი არის. სალამაზია სოფი. როგორც ყოველთვის გამოვიბრანჭეთ. მე მეცვა ესეთი ერთიანი კლასიკური კომბინიზონი, ესეთ სტილში, old money სტილში, ესე დავარქმევდი. ჩემთვის ცოტა უცხო სტილი არის, მაგრამ მე მგონი რომ მოვიხდინე. ჩემმა დიშვილმა სალომე მაჩუკა ადრე და ეხლა გადავწყვიტე რომ ჩამეცვა. ძალიან ისეთი კომფორტული არის სხვათა შორის და მე მგონი რომ კარგად მქონდა და ვფიქრობ მოვიხდინე ასე თუ ისე. თმა მქონდა გაშლილი, მაკიაჟიც ჩემი ხშირად როგორც ვიხატები ხოლმე, გეცოდინებათ, ისეთი განსაკუთრებული სხვა ახალი არაფერი გამიკეთებია. სიტუაცია ძალიან კარგი იყო, ძალიან მხიარული. ორმაგი ვლოგი, აქეთ ეკაირებს YouTube-ის, აქეთ მე TikTok-ში. ესე სიტუაცია, იმანა მოხს საჭმელი. სხვათა შორის ანუ აქ ყველაფერი გიმრიელია. სხვათა შორის აქ ძალიან მიყვარს ფალეულის სასოჭე, ანუ ყველაფერი გემრიელია. შვილის დაბადების დღეზე ვარ, სოფიას დაბადების დღეზე და მედესალა ერთად მოვიდა. სამგემრიელი ის ძალიან. ფოტოების პროცედურა მოშორებული გვაქვს. ბრალდებით ახლა საჭმელს. მაგი მარჯოს. იყო ცოცხალი შესრულება. ყველასათვის ნაცნობი სიმღერები, მოკლედ, ანუ ცეკვა და გართობა თუ გინდა, აქ მშვენივრად გაერთობი. სოფია იყო ულამაზესი თავის ბრჭყიალა კაბაში, რომელიც ძალიან მოუხდა. ასევე მასავით ულამაზესი ტორტი იყო და რაც თავარია უგემრიელესი, ესეთი გულის ფორმის ცისფერი ლამაზი ტორტი. შიგთავსი ქონდა თეთრი, ანუ ხილის ტორტი იყო, რაც ძალიან გვიყვარს. მოკლედ, როგორც კადრებზე ჩანს, ძალიან მხიარულად და ბედნიერად გავატარეთ ეს დღე, ბავშვებიც კარგად გაერთნენ, ფოტოებიც გადავიღეთ და იმედია დავადებ საშუალს და დავყრე უკვე ინსტაგრამზე. ერთი სიტყვით, ესეთი საღამო გავატარეთ სოფიას დაბადების დღეზე. რაც შეეხება საჩუქარს, სოფიასთვის ავარჩიეთ მანდარინაში ულამაზესი ვერცხლის ბეჭედი.
ძალიან ლამაზი თვალი აქვს და ზოგადად ლამაზი ბეჭედია და ასევე ვაჩუქეთ სათვალე, ძალიან ლამაზი ვარდისფერი სათვალე თავის ულამაზესი ჩასადებით და მე მგონი რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩვენი გულით მირთმეული საჩუქრით. შიდობაში. ერთი სიტყვით ესეთი საღამო გავატარეთ სოფიას დაბადების დღეზე, მაგრამ აქ არ მორჩა დაბადების დღეები. ჩვენ ვიყავით ძალიან კარგ რესტორანში, View and More-ში, ულამაზესი გარემო არის აქ, ძალიან კარგი გოგოს დაბადების დღეზე. ისევ შევხვდი სალომეს, რა თქმა უნდა, და მოკლედ უცვლელი შემადგენლობით ვიყავით, თითქმის უცვლელი შემადგენლობით. ყვავილები რა ლამაზი. რაც შეეხება ჩემს ლუქს, როგორც ხედავთ, ესეთი შავი ლუკი მქონდა, ელეგანტური, ესეთი საინტერესო დეტალით პიჯაკზე. და შიგნიდან მეცვა ისევ კომბინიზონი, ამჯერად ესეთი შავი ბრჭყიალა. რაც შეეხება მაკიაჟს, აი როგორც ხედავთ, ესეთი მაკიაჟი მქონდა. ამ რესტორნის მე ვიტყოდი მთავარი ფიშკა არის მისი ხედები, პრინციპში თვითონ ასეც ქვია View and More, რადგანაც ძალიან ლამაზი თბილისის ხედი იშლება, მოჩანს როგორც ჩვენი ანძა, ასევე ულამაზესი განათებული ძველი თბილისი. პირველ სართულზეც ძალიან მყუდრო გარემო არის, აქ გადავიღეთ ბევრი ფოტო, ხოლო მეორე სართულზე, სადაც ვისხედით, იქაც ძალიან კარგად გავერთეთ, ვიცეკვეთ, ვიმღიარულეთ, მშვენიერი დრო გავატარეთ ულამაზესი ლიზას დაბადების დღეზე. მივულოცეთ და აქაც ულამაზესი ტორტი ქონდა, ესეთი ვარდისფერი, კიდევ ერთი 18. ამჯერად ტორტი იყო შოკოლადის, ასევე ძალიან გემრიელი. ძალიან კარგად გავერთეთ. საოცარი დღე იყო, საოცარი ნოემბერი გქონდა, მინდა ვთქვა. და აი ესე გოგოები, მოკლედ მხიარულობდით. მე და სალო ვიღებდით ვიდეოებს. საჩუქრისთვის არ გადამიღია წინასწარ და იქაც არ გადავუღე, მაგრამ ეხლა ჩაგიგდებთ, მოვძებნე ინტერნეტში და გაჩვენებთ რა ვაჩუქეთ იუბილარს. მოკლედ ეს არის კატრისის ესეთი საყვარლობა პალიტრა ჩრდილების, ორი მიკი მაუსი ესე საყვარლად ზის და თვითონ ფერებიც ძალიან მომეწონა, ესეთი მომწვანო, მოყავისფრო ესეთი ფერები იყო, ასევე ჰაილაითერი და მთავარი საჩუქარი იყო კიდე სამაჯური Silver Store-ში, ანუ ვერცხლის მაღაზიაში, მოკლედ ვერცხლის ულამაზესი სამაჯური. დაახლოებით ესეთი ოღონდ მწვანე თვალი ქონდა იმას და ესეთი ნაზი და ლამაზი არის, ძალიან ბზინავს, იმედია რომ მოეწონა. ხო, დამოიწყო მე თქვა რომ ორივე იუბილარს ვაჩუქეთ ყვავილების თაიგული, ესეთი საყვარელი ლამაზი ყვავილები. ძალიან კარგი დრო ვატარეთ, მშვენიერი და მოკლედ დავბრუნდით სახლში. ამაზეც რა თქმა უნდა არ დამთავრდა ნოემბრის მოვლენები. მერე ვიყავით კახეთში. მერე ჩემი დაიყო ჩემთან სტუმრად. ამ ყველაფერზე უკვე მოგიყვებით შემდეგ ვლოგში. ეხლა კი ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან იყავით ბოლომდე. ეხლა ყველას გემშვიდობებით და აბა შევხვდებით მომავალ ვიდეოში.